მოგესალმებით. როგორ ხართ? მომენატრეთ გუშინდლიდან მომენატრეთ. და დღეს ვისაუბრებ თემებზე, რომელიც იუთუბერებმა დასვეს YouTube-ზე კითხვად. თამარ, რას გვეტყვი ცისკრის ვარსკვლავზე, რას გვეტყვი და როგორ ისაუბრებ ცისკრის ვარსკვლავზეო და ხო და დღეს მინდა ვისაუბროთ ცისკრის ვარსკვლავზე, მეგობრებო. ძალიან საინტერესო კითხვა, ძალიან საინტერესო თემით და ეს თემა ჩემს ვიდეოებში და ჩემს ლაივებში ხშირად ტრიალებს და რაც უფრო ხშირად იტრიალებს, მით უფრო კარგად გავიგებთ თუ რას ნიშნავს ცისკრის ვარსკვლავი, რა სიმბოლოებით გამოისახება ცისკრის ვარსკვლავი, რა დატვირთო აქ ცისკრის ვარსკვლავს და ასე ვინ იყო ცისკრის ვარსკვლავის მფლობელი. აბსოლუტურად მოუმზადებელი შევეჯახე ახლა ამ თემას, თუმცა მოუმზადებელი ვერ გეტყვით რომ ვარ, იმიტომ რომ სულ ამ თემებზე ვსაუბრობ და რაც არ უნდა ახლა მოუმზადებელი ვიყო, მაინც ვიტყვი სიტყვას, ასე რომ მოემზადეთ, დავიწყოთ ცისკრის ვარსკვლავის შესახებ ინფორმაციული ველის გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ დილა და ალბათ ყველა სამსახურში ხართ წასული და ამიტომ ვერ მიერთდებით, დავიწყებ პირდაპირ გავაგრძელებ და ვინც შემომიერთდება, შემდეგ მას შეეძლება კითხვების დასმა, როგორც Facebook-ზე, ისევე YouTube-ზე. YouTube-ზე ამ ვიდეოს ცოტა მოგვიანებით ავტვირთავ, მაგრამ Facebook-ელებს შეუძლიათ ეხლავე დამისვან კითხვები და მოგერიდებათ მეგობრებო კითხვების დასმის, ყველა კითხვა მნიშვნელოვანია. ცისკრის ვარსკვლავი, მეგობრებო. რა არის ცისკრის ვარსკვლავი? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საღამოთი უკვე რომ მობინდდება, მთვარესთან ერთად ან მზესთან, ზოგჯერ მზესთანაც ვხედავთ ხოლმე, გამოჩნდება ვარსკვლავი, რომელიც თითქოს და არც სიმციმებს. ის ანთია, როგორც ესე იგი უციმციმო ვარსკვლავი, ხო? თქვენ იცით, რომ ვარსკვლავებსა და პლანეტებს შორის განსხვავება რა არის? ვარსკვლავები ციმციმებენ, პლანეტები არ ციმციმებენ. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ცისკრის ვარსკვლავი, მეგობრებო, რომელიც გამოისახება ვენერას სახით, ანუ პლანეტა ვენერას სახით, ის შეიძლება იყოს აღმომავალი ცისკრის ვარსკვლავი, ან ღამის ცისკრის ვარსკვლავი, ანუ ღამეც ჩანს ის და დღისითაც ჩანს ცისკრის ვარსკვლავი. რა დატვირთო აქვს ახლა ამ ყველაფერს, რას ნიშნავს ეს ცისკრის ვარსკვლავი? თქვენ თუ იცით პლანეტებთან დაკავშირებით, ანუ როგორც მიდის ეს წრე, ხომ? ვერძი, შემდეგ ხარი, შემდეგ ლომი, ისე კურო, ლომი, კირჩხიბი და ასე შემდეგ, მთლიანი 12 სახლიანი პლანეტა იქმნება, ხომ? პლანეტების კი არა და ზოდიაქალური წრის წრე იქმნება. ამ პლანეტების ზოდიაქალური წრის გამოჩენის შედეგად, ვინც იცნობთ ასცედენტსა და დესცედენტს, ხომ? ასცედენტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ თუ რომლები არიან ცისკრის ვარსკვლავები, უпростоრად ცისკრის ვარსკვლავი, რომელშიც არის მოთავსებული, რომლები არიან ზედა მხარე, ან რომელიც ზედა მხარეზე მოხვდებიან, ისინი არიან ცისკრის ვარსკვლავები და რომლებიც ხდებიან ქვედა მხარეში, ისინი არიან ღამის ვარსკვლავები, ხომ? აქედან გამომდინარე, ჩვენ ცისკრის ვარსკვლავი გვაცნობებს პოზიციას, ანუ ერთ-ერთ პოზიციას, სადაც ის დგას, სადაც ის გამოისახება, აისახება მარჯვნივ, მეგობრებო, აქ ვენუსი ჯვრით ქვემოთ რომ არის, ეს არის დღევანდელი სახე ცისკრის ვარსკვლავის, ვენუსის სიმბოლო. ცისკრის ვარსკვლავი იგივე პლანეტა ვენერა არის, მეგობრებო, და ის სიმბოლოებით აისახება, როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ, აქ მარჯვენა მხარეს წრე და შემდეგ ქვემოთ ჯვარი. ეს არის ვენერას სიმბოლო. მე ახლა დაგიფოსტავთ, რომელი არის მარსის სიმბოლო და ვენერა და მარსი, ისინი ერთმანეთთან როგორ არიან ზოდიაქალურ წრეში მოთავსებული. ეს არის, მეგობრებო, ვენერასა და მარსის სიმბოლოები ზოდიაქოში. ეხლა მოდი განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ვენერა, რომელიც არის აღმავალი ჯვრით ასახული, ხომ? მოდი ამას ახლა გამოვთავ და დავაკვირდეთ ახლა EOS. აქ აწერია EOS, the morning star, ხო? ეს დილის ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ჯვრით მაღლა არის აღმართული,
რაც არ უნდა საუცხოო იყოს, ჯვარი მაღლა აღმართული, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ვენერა სიმბოლო არის ჯვრით დაბლა დაღმართული, ხო? ამის ამოსაცნობად მეგობრებო, ჩვენ დაგვჭირდება აუცილებლად ქართული ანბანი, რომელთაც გამოვთვალე ქოროსის თვალი და აი ახლა მე ამ ქოროსის თვალს დაგიპოსტავთ და დავიწყოთ ამაზე საუბარი. ქოროსის თვალი. ერთი წუთით, სულ ერთი წუთი დამჭირდება. ეს არის ჩვენი ქოროსის თვალი მეგობრებო, რომელიც ქართული ანბანით გამოისახება, ქართული ანბანის მეშვეობით შედგა ასომთავრული და მხედრულის მეშვეობით. თქვენ ხედავთ აი ამ შუა წერტილში სიმბოლოებს, ხომ? ეს არის ყვავილი, შემდეგ რაღაცა ხაზებია, იქ ზედა ჯვარი, ქვედა ჯვარი და ზედ აწერია სიდონი, ხომ? სიდონი აწერია და რას ნიშნავს ახლა ეს? რა შუაში არის ცისკრის ვარსკვლავთან მეგობრებო, ხომ? ეხლავე გეტყვით, აი ეს უკვე პირველია. აქ ახლა თქვენ სურათზე ხედავთ დონი დონში, ხომ? თქვენ ახლა ფიქრობთ, რას ნიშნავს დონი დონში. დააკვირდით ახლა სიმბოლოებს, რომელიც სამკუთხედებად არის მოთავსებული. ესე იგი, დაღმავალი სამკუთხედი და აღმავალი სამკუთხედი. შემდეგ შიგნით არის წრე და აი ამ წრეებს აქვთ გამოსახული ასომთავრული დონი. ასომთავრული დონის მიხედვით მეგობრებო, ჩვენ ვიგებთ, რომ ესე იგი აღმავალი თევზის თავიც და დაღმავალი თევზის თავიც შუა გულში თვალს წარმოქმნის და აი ეს თვალი, ეხლავე დავამატებ მე კიდევ სიმბოლოს, რომ კარგად მიხვდეთ რა თვალზეა საუბარი. ეს თვალი არის სწორედაც ეს თვალი მეგობრებო. ეს თვალი, რომელსაც ეკლესიური ენით, ასევე მასონური საზოგადოება ამას უწოდებს ყოვლად მხედველ თვალს. გარდა ამისა, ეხლა მე ამას კიდევ დავამატებ ერთი ინფორმაციას, რომ უფრო კარგად და გასარკვევი იყოს ყველაფერი მეგობრებო თქვენთვის. ეს ერთი სიმბოლო, მივუმატოთ მეორე სიმბოლოც. აი ეს. აი აქ თქვენ ამ სიმბოლოების მეშვეობით დაინახავთ, რომ აი სულ ქვედა ნაწილში, აქ სამკუთხედები სადაც არის აღწერილი, სამკუთხედების სიმბოლოები რას წარმოადგენს? ესე იგი, ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა. ჰაერი და მიწას აქვს ესე იგი ჯვრები გასმული, უბრალოდ ხაზები გასმული, ხოლო ცეცხლს და წყალს არ აქვს არაფერი გასმული. ეს არის მხოლოდ სამკუთხედი, სადაც სამებისგან შედგება, რომელ სამკუთხედსაც ყველა გვერდი თანაბარი აქვს, ხო? ყველა გვერდი არის თანაბარი. რომ უფრო კარგად ჩანდეს, აი ეხლავე დაგიპოსტავთ მე რა თანაბარ გვერდებზეა საუბარი. აი ეს არის სამკუთხედი. ეს რომ ამოვატრიალოთ, იგივენაირი სამკუთხედია, მხოლოდ წვერით დაღმავალია და ტრინ აი ეს აქ რო აწერია სამება, სამი სამკუთხედი, ხო? იგივე სამება, წვერით აღმავალია. აი ეს ამ სამკუთხედზე და ამ სიმბოლოებზე არის საუბარი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ სიმბოლოებს, ასტროლოგიას და ასე შემდეგ. ეხლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მეგობრებო, ეს სიმბოლოების ცოდნა და ამის გაგება? აქედან უკვე ენოქის წიგნს მოვიშველიებ და ერთი-ორი ინფორმაციას წარმოვადგენ თქვენ წინაშე, რას ნიშნავს, ესე იგი მთვარე, პლანეტები, მზე და ასე შემდეგ რა. მანამდე თქვენ დააკვირდით აი ამ დონი დონში სამკუთხედები ერთმანეთში ჩასმულ სამკუთხედებს, რომელიც პრინციპში დავითის ვარსკვლავად წარმოდგენილი იყო ერთ დროს. დღეს უკვე მასონებმა მიითვისეს და თავის ვარსკვლავად აქციეს ეს მასონური საზოგადოების რაღაცა სიმბოლოდ გადააქციეს, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის დავითის ვარსკვლავი, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაციით. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ ენოქი აღწერს, ენოქის წიგნის თანახმად, ენოქი არის ნოეს ბაბუა მეგობრებო, რომელმაც დააწერა წიგნი, რომელმაც 4 წერილი დაწერა, ერთ-ერთში აღწერს ის ასტროლოგიურ ციურ სხეულებს, რომელსაც გაანდობენ ანგელოზები
და ამ ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენ ენოქი თუ როგორ შექმნა ღმერთმა აბსოლუტურად ყველა ციური სხეული და როგორ ემორჩილებოდნენ ეს ციური სხეულები ღმერთის სიტყვას და არ გადადიოდნენ ღმერთის სიტყვას. იქამდე სანამ არ შემოვიდა ქაოსი ამ ყველა ქმნილებაში და აურდაურია ყველაფერი. ყველა პლანეტა გადავიდა ღმერთის სიტყვას გარდა მზისა და მთვარისა. მხოლოდ მზე და მთვარე იყო პლანეტები, რომლებიც არ გადავიდნენ ღმერთის სიტყვას. ესე იგი, დაიცვეს წესრიგი. ღმერთის სიტყვის წესრიგი დაიცვეს, მეგობრებო. ანუ თავის ნებაზე აღარ დაიწყეს სიარული, არამედ დადიოდნენ მხოლოდ ღმერთის სიტყვის ნებაზე. მთვარე და მზე დაიმახსოვრეთ, ეს მნიშვნელოვანია. თუ რატო ამ მნიშვნელოვანია, ამასაც ახლა გაგანდოთ სიმბოლოების სახით. და ესე იგი დაცემულმა ანგელოზებმა, რომლებმაც შემდეგ სიმბოლოების სახით იცოდეთ, რომ აი დაცემული ანგელოზები არიან ყველა ის პლანეტა, რომელიც დღემდე მოცემული გვაქვს, ვენუსის, ვენერის, ვენუსს ვეძახი, მე გერმანულად მიჩვეული ვარ, ვენერა ქვია მეგობრებო ამ პლანეტას, იგივე ვენუსი, ვენერა. ვენერას სახით, მარსის სახით, სატურნის სახით, პლუტონის სახით, იუპიტერის სახით, ლილიტის სახით. ლილიტი პრინციპში პლანეტა არ არის, ის მთვარის ჩრდილია, ანუ გამოთვლილი წერტილია, რომელიც პრინციპში მთვარის ჩრდილს წარმოადგენს. ესე იგი, კიდე რა დამრჩა, ხო? მერკურის სახით და ასე შემდეგ, ყველა პლანეტა თითქმის დაეცა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ღმერთის სიტყვას გადავიდა. მხოლოდ ერთადერთი, რომელიც მზესა და მთვარეს წარმოადგენს, ეს ორი პლანეტა არ გადავიდა ღმერთის სიტყვას, ესე იგი შეინარჩუნა წესრიგი. ესე იგი ჩვენ აი ახლა დაგიფოსტავთ მე თქვენ ერთ სურათს, სიმბოლოს, რომლის მიხედვითაც თქვენ დაახლოებით გაიგებთ აქ რა ხდება. სამწუხაროდ ის არ დამისკრინშოტებია, მაგრამ აი ამას დაგისკრინავთ და დაახლოებით მიხვდებით. თუ კი აი ამ წრეში თქვენ ხედავთ ახლა აქ ოთხკუთხედების, სამკუთხედების, ნახევარ სამკუთხედებისა და კონიუნქციების განლაგებას, ხო? თუ კი ამ წრის მიხედვით ესე იგი წესრიგი დაირღვეოდა, ესე იგი იქ ყველაფერი აირეოდა და ერთადერთი შემანარჩუნებელი მომენტი, რასაც ჩვენ მზეს ვუძახით, მის გარშემო დაიწყებდა ტრიალს, ხო? მზე არ გადავიდა თავის სიტყვას, ანუ ღმერთის სიტყვას არ გადავიდა და მთვარეც რა თქმა უნდა მზეს მიყვა და მთვარესა და მზის ციკლის მიხედვით შემდეგ აი ამ ყველა პლანეტამ დაიწყო ქაოტურად სიარული. დღეს მოდის ის პერიოდი, მეგობრებო, დღეს ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ხომ დაიწყევდნენ შემდეგ ეს პლანეტები ყველაფერი დაიწყელა, აბსოლუტურად დაცემული ანგელოზები დაიწყევდნენ, რომ ისინი სიტყვას გადავიდნენ და აი ამაში ყველაფერში ძალა წაერთვათ, ხო? მიუხედავად ამისა, მათ ისინი არ განადგურდნენ, მათ მიეცათ იმის საშუალება, რომ ეარსებათ და გამოესწორებინათ თავისი ციკლები, ანუ თავისი სვლები, ჩამჯდარი იყვნენ ისევ ღმერთის სიტყვის ნების მიხედვით. ღმერთის სიტყვის ნების მიხედვით რომ ჩამჯდარი იყვნენ, ამას ჭირდებოდა დრო, მეგობრებო, რომ ისინი დაწეულიყვნენ ისევ თავის ვითარებას და თავის მდგომარეობას და გასტოლებოდნენ ღმერთს, ანუ შესულიყვნენ ისევ სამოთხეში, ესე რომ ვთქვათ რა. და ამის მიხედვით, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა აი ეს სქემა ქართული ანბანის მიხედვით ისკარიოტელისა და იოტარიანის კარის სქემა. ესე იგი არსებობს თევზი ასომთავრულისა და მხედრულის სქემით. ერთი არის დაღმავალი, ეს არის ასომთავრული, მხედრული თევზი, რომელიც აღმავალი არის. იგივე სისტემა არის და აი ამ თევზების თავის გაერთიანების მიხედვით ჩვენ შევქმენით, ჩვენ კი არ შევქმენით, თვითონ შეიქმნა სიმბოლოებმა შექმნეს. ესე იგი ეს სიმბოლო ნახეთ, ეხავე დაგიფოსტავთ რომელი სიმბოლო და აქვე დავამატებ, რომ ეს თამარსაც პირდაპირ
აღვნიშნავ თუ რატო იყო თამარი ცისკრის ვარსკვლავის მატარებელი. თქვენ ხედავთ ახლა სიდონი, აი შუაში რომ არის ეს სიდონი და აწერიაზეთ, ხომ? ჯვარი, აღმავალი ჯვარი, დაღმავალი ჯვარი, წრე, შემდეგ აი აქ გც არის, დიდი გ, შიგნით ყვავილია მოთავსებული, აქ ლიც არის მოთავსებული. ეს იცოდეთ რომ ქართული ანბანის მიხედვით ზოგიერთი ადამიანი ახლა ქართულ ანბანს მნიშვნელოვნად არ აღიქვავს, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ სიმბოლოების მიხედვით ქართული ანბანი ყველაზე ეს არის სრულყოფილია, ყველაზე სრულყოფილია, იმიტომ რომ ეს ჩანს აბსოლუტურად ყველა სქემაში. ამ სიდონის მიხედვით, მეგობრებო, როდესაც ჩვენ ყველა ქართულ ასომთავრულს გავაერთიანებთ, ასევე ქართულ მხედრულს გავაერთიანებთ იმ მონაკვეთში, რასაც ქვია მზე, აი ეს სიმბოლო შეიქმნება. ეს არის სიმბოლო, რომელიც შექმნა ქართულმა ანბანმა. არავინ სხვა. მხოლოდ ამ ქართული ანბანის შექმნის შედეგი უნდა მომხდარიყო ადამიანის მეშვეობით. თუ რომელი ადამიანის მეშვეობით მოხდა ეს, ჩვენ კარგად ვხედავთ თამარის ჯვარზე, აი ზემოთ მოცემულია თამარის ჯვარი, თუმცა ამ თამარის ჯვარს 4 მარგალიტი აკლია, იმიტომ რომ ეს მარგალიტები დამეკარგა, მეგობრებო. თამარ მეფის ჯვარი აიღეთ, აი სულ ახლა რო არ იცნობდნენ თამარ მეფის ჯვარს, დაგუგლავ და პირდაპირ დაინახავ რა სქემის მიხედვით არის თამარ მეფის ჯვარი შექმნილი. თამარ მეფის ჯვარი შექმნილია აბსოლუტურად ზუსტად ამ სიდონის სქემის მიხედვით და ის წარმოადგენს ეონს. უფრო სწორედ ეოსსაც წარმოადგენს, მეგობრებო, და ცისკრის ვარსკვლავსაც წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ თამარის ჯვარში მოთავსებულია, ესე იგი, ცოდნა, რომლის ცოდნის მიხედვითაც თუ ადამიანმა ეს გაშიფრა, იცის, რომ თამარმა ამაზე იაზროვნა, ამის მიხედვით სქემების შექმნა, ამ თემებით იყო დაკავებული, შეადგინა სიდონის ეს სიმბოლო და შემდეგ ამ სიმბოლოს მიხედვით შედგა თამარის ჯვარი, მეგობრებო. ჩვენ აქედან უკვე გვაქვს უამრავი ინფორმაცია მოწოდებული თუ რა თემებით იყვნენ მე-12 საუკუნეში დაკავებული, თუ კი მეფე იყო ამ თემებით დაკავებული, სავარაუდოდ მთლიანად საზოგადოება ამ თემების მიხედვით იყო დაკავებული, ხომ? თუმცა დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეზოთერიკა, ასტროლოგია და ყველაფერი არის ეშმაკისეული. მე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ეშმაკიც ღმერთისიანია, ანუ ღმერთს ყავს შექმნილი, ღმერთისგან გამოდის ყველაფერი და ყველა ინფორმაცია, რაც კი შექმნილა, არის ღმერთიანი. ღმერთისგან გამომავალი, ღმერთის, კიდევ ერთხელ რო ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ის ადამიანი, რომელიც ამ გონში ჩაწვდებოდა და ამ გასაღებს მოარგებდა, ხომ? ამ გასაღების მფლობელი გახდებოდა, ეს იყო ჩვენამდე რაც მოღწეულია დღემდე სიმბოლოებისა და არტეფაქტების მიხედვით, მე როგორც აღმოვაჩინე და გავშიფრე თამარ მეფე. მხოლოდ თამარ მეფეს ჰქონდა ეს სიმბოლო, რომლის აზრიც წარმოადგენს ქართული ანბანის გაშიფრას. რომ ქართულ ანბანის მეშვეობით თამარმა იპოვა გასაღები, რომელიც ფლობდა ცისკრის ვარსკვლავს. ესე იგი გამოდიოდა, რომ თამარი თუ კი ცისკრის ვარსკვლავს ფლობდა, ესე იგი ვენერას ფლობდა, ხომ? ის აუცილებლად ჩასვავდა ვენერას ისევ ღვთიურ წესრიგში. ხომ ხვდებით ახლა რასაც ვამბობ, ხომ? თუ კი მზე და მთვარე არ გადავიდა ღმერთის ნებას და ღმერთის სიტყვას და ისინი დარჩნენ იმ წრეზე დადიოდნენ დღემდე, შექმნიდან დღემდე და არ გადადიოდნენ თავის სიტყვას და თუ კი ვენერა, თუ კი მარსი, თუ კი იუპიტერი, თუ კი დანარჩენი პლანეტები გადავიდნენ ღმერთის სიტყვას, მაშინ ვინ უნდა გამხდარიყო ვენერას მფლობელი, თუ არა თავად განმხრთობილი ადამიანი, ხო? ასე რომ თუ კი თამარმა ვენერაზე მფლობელობა მოიპოვა ამ სქემის მიხედვით, აი ამ ინფორმაციის მიხედვით და ჩანს, რომ თამარმა ვენერაზე მოიპოვა
მოიპოვა, ანუ ცისკრის ვარსკვლავზე მოიპოვა ფლობა, ეს სხვათა შორის მეგობრებო, მითოლოგიის სახით ვითომ აი თქმულების სახით ხდება რომ თამარს ცისკრის ვარსკვლავი ჰქონდა მეშვიდე ოთახში დაკეტილი, შემდეგ ეს ამ გასაღებს არავის აძლევდა და საბოლოო ჯამში ეს გასაღები მაინც თავის მოსამსახურეს ჩააბარა, მოსამსახურემ მერე ეს კარი მაინც გააღო, ცდუნდა გააღო და ეს ცისკრის ვარსკვლავი გაფრინდა და თამარი მიხვდა ყველაფერს, მაგრამ თამარმა ვეღარაფერი ვეღარ გადაარჩინა. აი ესეთი თქმულება არსებობს თუ წაგიკითხავთ თამარზე და ეს ცისკრის ვარსკვლავი მე სულ მაინტერესებდა რას ნიშნავდა ეს ცისკრის ვარსკვლავი, რა ვარსკვლავის ფლობდა თამარი, საერთოდ როგორ გაუფრინდა თამარს ვარსკვლავი, ხო? ანუ რა წარმოუდგენელ რაღაცასთან გვაქვს საკითხი, მაგრამ მინდა გითხრათ რომ სანამ თამარი ამ ცისკრის ვარსკვლავის გასაღებს ფლობდა, უბრალოდ ამ ცისკრის ვარსკვლავს სრულიად ფლობდა, საქართველოში სულ იყო მზე, იქ არ მოდიოდა თოვლი, აი ესეთი თქმულება არსებობს რა. ანუ სიცივე არ იყო მეგობრებო, სიცივესთან არ იყო. იქ იყო ესე რომ დავაკავშიროთ, გამთბარ გულებთან გქონდა საკითხი, გამთბარ გულებთან. აქ იყო სიყვარული და ერთმა. ვენერა არის საერთოდ სიყვარულის პლანეტა. ვენერა, თუ კი ვენერაზე შენ ფლობა მოპოვებული გაქვს და როგორც ჩანს თამარს ეს ქონდა და აგერ უკვე დავინახეთ და არ გავკადნიერდები კი არა და ვალდებული ვარ კიდევაც რომ გავკადნიერდე, ხო, რომ თქვა რომ ფლობელობა აქვს იმას მოხვეჭილი, ვინც ამის აზრს ფლობს და თუ კი შენ ამის აზრს ვერ ფლობ, მაშინ შენ არც გასაღები გაქვს ამის და არც აზრზე ხარ საერთოდ რას ნიშნავს აი ეს სიმბოლოები და ვარსკვლავები და ციური სხეულები და ასე შემდეგ. თუ კი თამარი ამას ფლობდა და თუ კი მე მივხვდი რომ თამარი ამას ფლობდა, ესე იგი მეც ვფლობ ამის ინფორმაციას და გაკადნიერება არ ქვია ამას ქვია ამოცნობა რომ ადამიანი რომელიც ჩაწვდება ამ სიღრმეებს, ის მფლობელია ამ ინფორმაციის. ამიტომ მე შემიძლია სულ თავისუფლად ვთქვა, რომ ვარ მფლობელი ვენერის, პლანეტა ვენერის. და ყველა ის ადამიანი არის მფლობელი, ვინც ამ ინფორმაციას ფლობს. გესმით? და მე გეუბნებით, რომ თამარი ფლობდა ვენერის, პლანეტა ვენერის გასაღებს. ანუ ის ამოძრავებდა ვენერას ისე, როგორც მას სურდა. და მას ვერ ამოძრავებდა ვენერა ისე როგორც ვენერას სურდა თამარის მოძრაობა. თქვენ იცით რომ არსებობს ასტროლოგები, რომლებიც დაგიდგენენ პლანეტებს და გეტყვიან რომ აი იცი რა, შენი პლანეტები ესე არიან განლაგებული და შენ ამ პლანეტების მიხედვით ესეთი და ესეთი ხარ. და იცით რა არის, მე მინდა გითხრათ რომ განხრთობილი ადამიანი არ იმართება პლანეტების მიერ, არამედ განხრთობილი ადამიანი მართავს თავის პლანეტებს თვითონ. გარდა მზისა და მთვარისა. იმიტომ რომ მზე და მთვარე არ გადადიან ღმერთის ნების სიტყვას და ისინი მოქმედებენ ღმერთის ნების სიტყვაზე. ამიტომ მზესა და მთვარეს თქვენ ვერ შეცვლით. მაგრამ თქვენ ნებისმიერი სხვა პლანეტა, რომელიც დაცემულია, შეგიძლიათ უბრძანოთ და ამოქმედოთ ისე როგორც თქვენ გსურთ. აი ამის მფლობელი იყო თამარ მეფე და ამის მფლობელია ყველა ის ადამიანი, ჩემის ჩათვლით, ვინც ამ ინფორმაციას ფლობს. ეხლა ნახეთ, მე ერთი რამე მინდა კიდე დაგიფოსოთ აქ, თუ რა სიმბოლოს წარმოადგენს ჯვარი, ბოლნური ჯვარი. დააკვირდით მეგობრებო, აი აქ განლაგებული არიან მზე, მთვარე, მერკური, ვენუსი, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, დედამიწა, ურანუსი, ნეპტუნი და პლუტო. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დედამიწა სხვათა შორის სხვა პლანეტებთან ერთად. დედამიწა ითვლება პლანეტად ამ სიმბოლოებში. და ალბათ უკვე მიხვდით რომელია დედამიწა, რომელსაც წრეში ჯვარი აქვს ჩასმული. ეს არის ბოლნური ჯვარი, ჩვენი ქრისტეს შობამდე დროინდელი სიმბოლო, რომელსაც ატარებდნენ ქალდებელები, პროტოქართველები და რა ვიცი, ისინი ვინც ფლობდნენ სიმბოლოების ინფორმაციებს. და ამის მიხედვით მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რამხელა ჯვარს ვატარებთ ჩვენ, რა ჯვარზე ვცხოვრობთ და რა არის საერთოდ ჯვრის მნიშვნელობა. სიდონში აბსოლუტურად ყველა ქართული ასობგერა არის ჩასმული და შეგიძლიათ ცალ-ცალკე ამოიღოთ და ის გადადოთ გვერდზე.
თანდათან დაიშლება ეს დონი, C დონი და დავინახავთ მხოლოდ წრეს, რომელიც არის დონში მოთავსებული. წრე, დედამიწა, ანუ ჩვენი პლანეტა. ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიყვარულზე მოვიპოვებთ ისევ ძალაუფლებას. ანუ ძალაუფლებას კი არა და ჩვენ დავიბრუნებთ სიყვარულს. აი დაახლოებით კარგად რო აღწეროთ. ეს არის ლილი, რომელსაც ეძახიან ლილითს. ხო, ლილიტი შეერქვა მერე, ანუ თქვენ იცით რომ ადამის პირველი ცოლი იყო ლილიტი, რომელმაც გამოთქვა სიტყვა და განიღმრთო და ის განეშორა. ადამს განეყო ადამიანს, გამოეყო, იმიტომ რომ ადამიანს უნდოდა მასზე ძალაუფლების მოპოვება და მასზე ბრძანებლობა. თუმცა ლილიტი იმდენად ღმერთთან ახლოს იყო, რომ მან სიტყვა წარმოთქვა და განეყო ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანს არ ქონდა მასზე ბრძანებლობის უფლება, არ ქონდა უფლება, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ერთქმნილნი, ერთი დონის. და როდესაც უკვე ადამი მიდის დაცემაში და ლილიტზე ცდილობს რაღაცა უფლებების მოპოვებას, ლილიტი ამას არ დაუშვებს, განეყოფა და შემდეგ ის უერთდება სხვადასხვა ღმერთის ქმნილებებს, მაგრამ ზოგმა ლილიტი დემონათაც შერაცხა, თუმცა არ მოიპოვება ინფორმაცია, სადაც ლილიტი დემონია. არ არის. აქ მოიპოვება ინფორმაცია, სადაც ლილიტი გამოთქვავს ისეთ სიტყვას, რომელიც ფრთებს შეასხავს და გააფრენს. ანუ ფრთების შესხვა ნიშნავს, რომ უკვე განხრთობილი ხარ რა, ხო? გასაგებია. ეხლა რაც შეეხება აი ამ ლილინი, თანიარენი, ამ ცისკრის ვარსკვლავის სიტყვებია, მეგობრებო ეს. როგორ? ეს ლი თვითონ ასობგერა ლი, მე-40 ასობგერა ლი ტრიალებს, მას აქვს 4 ნული, 4 ფრთა. ანუ თქვენ თუ დააკვირდებით, სერაფიმები და ქერუბიმები ფრთებით გამოსახული სხვადასხვა თვალებით, ანუ რამდენიმე თვალით ფრთაზე, არაფერია სხვა თუ არა ცნობიერება. და ლილი, რომელიც აი ამ მე-40 ასობგერაშია მოთავსებული და ტრიალებს და ყველა მიმართულებით აქვს ფრთა გაკეთებული, ესე იგი აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთის მიმართულებით. მისი ფუნქცია არის ის, რომ იტრიალოს და მისი ფუნქცია არის ის, რომ ჩვენ მოძრაობაში მოგვიყვანოს. ანუ არ გაჩერდეს, გესმით? ეს თუ გაჩერდა, წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი ჩერდება. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი მზის ფუნქცია არის, რომ მან ანათოს, ხომ? თუ მზემ არ გაანათა, ესე იგი ყველაფერი ჩერდება. იგივეა ლილის მნიშვნელობა. ლილი, ხო? ლილი, 4 ლი. ლილის მნიშვნელობა არის იმის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს და მოძრაობაში იყოს. გესმით? თუ კი ის მოძრაობაში არ იქნება, ერთი წუთით მეგობრებო, აქ რაღაცა კითხვა იქნება. კარგი, დავკეთე. ხო და თუ კი ის მოძრაობაში არ იქნება, ჩვენ ვიქნებით გავიყინებით ერთი სიტყვით რა. აი ეს ცისკრის ვარსკვლავის ცოდნა, რომელიც შეიცავს სიყვარულს, აქვს მხოლოდ ამაზე ფლობის უნარი ყველას აქვს, მაგრამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს ცისკრის ვარსკვლავი ეკუთვნის მდედრ ენერგიას. ასევე გამოსახულს, როგორც ფიზიკურობაში გამოსახულ მდედრ ენერგიას. ლილიტი იყო მდედრი, თამარი იყო მდედრი, ის ადამიანი, ვინც მიხვდა, რომელი მნიშვნელობითაც თამარის ჯვარი არის დატვირთული, ისიც არის მდედრი, ანუ ვარ მდედრი, მეგობრებო რა. და მე რომ ვიყო მამრი, ვიტყოდი რომ, იცით რა, მეგობრებო, აი აქ რაღაცა ცვლილება მოხდა, მდედრი ენერგია მამში გადაიზარდა და სხვა რაღაცებს ახსნიდი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მდედრი ენერგია, რომელიც იყო აქამდე, აი ამის მეშვეობით, ნახეთ, აი ჩამოვწევ ისევ, აქამდე თავდაყირად აყენებული, მდედრი ენერგიის ამაღლება ხდება ახლა.
ამოყირავება კი არა, ვერ ვიტყვი რომ ამოყირავება ან თავდაყირა. ჩვენ ყველა მოძრაობაში ვართ, მეგობრებო. სამყარო მოძრაობაშია და თავისთავად სიმბოლოების მოძრაობაში არიან. დააკვირდით ქართულ ანბანს, ასომთავრულიდან ნუსხურის გავლით მხედრულში ისიც მოძრაობს, ისინიც მოძრაობენ. ისინიც ცვლილებას განიცდიან რაკურსებით, ანუ გრადუსებით და გადახრებით. გესმის? ამიტომ არ არსებობს გაყინულობა, ერთი რაღაცა გაყინული, ფიქსირებული მომენტი არ არსებობს. ყველაფერი მოძრაობაშია. და როდესაც ახლა ჩვენ აი ამ EOS ხედავთ, ხო, რომელიც არის ცისკრის ვარსკვლავი, მაგრამ მაღლა ამართული ვარსკვლავი, აქ იმას ნიშნავს, რომ მდედრი ენერგია ისევ თავში ექცევა. დროებით მამრი ენერგია პაუზდება, დროებით მამრი ენერგია ისევ მდედრ ენერგიაში ენერგიის მიმართ იქნება პატივისცემით განწყობილი. სიყვარულით განწყობილი და სიძულელი და ყველაფერი გვერდზე გადაიწევს. მე კიდევ ერთი სიმბოლო მინდა განახოთ. I know but-იც მეგობრებო. ალბათ თქვენ გაგიგებათ რომ ნარიმან მაქარაშვილი მოითხოვდა ნობათის გასაღებს, ხომ? ნობათის მოტანას. და მოხდა ისე რომ ზეციური ძალების ჩარევით მოხდა ისე რომ ეს ნობათი მივიდა ნარიმანის კართან, მივუტანე ბანანი და აი ამ ბანანის მეშვეობით გაიხსნა ნობათიც და თამაში დასრულდა. შახმატი ვთქვით, თამაში დასრულდა და ამითი ძველი მატრიცა დასრულებულია, მეგობრებო. ძველი მატრიცა დაიხურა. ძველი მატრიცა არის უკვე ძველი. ის არის წარსული, ის ჩაბარდა წარსულს და ახლა იწყება ახალი თამაშის დაწყება და ახალი მატრიცის შექმნა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად შევქმნით, ვინც ადამიანები მოთავსებულები არიან განმხრთობილ გონში, აი ამ გონში, რასაც ქვია ლინინი, თანიარენი, ლინინი, ანუ სულ მოძრაობაში იყავიო რა. არ გაჩერდეო, ხო? არ გაჩერდე. ის გამახსენდა ეხლა. ვერ დაგვეწევიანო რუსული ჯგუფი რო იყო. თათუ ერქვა თუ რაღაცა ერქვა. ხო და მეგობრებო, იცოდეთ რომ ყველა ადამიანი დაიწყებს ამ ენით საუბარს. რაც არ უნდა თქვან და მოგვიდონ შარი რომ ქართული ანბანი ვითომ და ესე და დააკნინონ, ხომ? ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, უმაღლესი მაგები და უმაღლესი ჯადოქრებიც კი იმის ჩათვლით, რა ქვია მაგას, გურჯიევის ჩათვლით, ქართული ანბანით ითვლიდა ყველაფერს. ქართული ანბანი არის უნიკალური და ამაზე უფრო უნიკალური ანბანი არ შექმნილა დედამიწასა ზედა. რაც არ უნდა ჯოხაძე გასკდეს და მურმან ჯოხაძე გასკდეს და იყვიროს რომ არაო, რაც არ უნდა ადამიანები გასკდნენ და იყვირონო ქართული ანბანი არა ისო, მე გეტყვით რომ ქართული ანბანი არის უნიკალური, რომლის მიხედვითაც სამყარო მოქმედებს. რომელიც ჩამოტანილია თვით ღმერთების მიერ და დადგენილია დედამიწაზე. რომელი ანბანიც ღმერთის შექმნილია, ხალხო. ყველა ანბანი ღმერთის შექმნილია, მაგრამ ის ანბანები ამ ანბანის მიხედვით არის შექმნილი. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ჩინური ანბანიცო? ჩინური ანბანი არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერპრეტაცია ამ სიმბოლოებიდან შექმნილი რაღაცა დამწერლობა, რომელიც არის თითქმის ხელოვნებასთან გაიგივებული რა. მაგრამ როგორც სიმბოლოების სახით, რომ გამოიყენო ეს შენ სიმბოლოებში, ხომ? და აი ამ სამყაროს აღქმაში, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვეხმარება ქართული ანბანი. ვერანაირი ჩინური ანბანი ვერ გვეხმარება ამაში, ვერანაირი ლათინური ანბანი ვერ გვეხმარება ამაში, ასევე ვერ გვეხმარება ჩვენ სანსკრიტი, მიუხედავად იმისა, რომ სანსკრიტიც ღვთიური ანბანია, მაგრამ ვერ გვეხმარება ასევე რუნები, ვერ გვეხმარება. ჩვენ გვეხმარება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ანბანი, რომ გავიგოთ ამ როგორ არის სამყარო მოწყობილი.
და ამის მტკიცებულება არის ეს. ამის მტკიცებულება არის ეს. აი ეს. სიდონი. მოდი უფრო კარგად დავფოსტავ ერთ უფრო კარგ გამოსახულებას. არის სიდონი. არა სინოდი, მეგობრებო, რომელიც შეცვლილია და ჰემორგია დარღვეულია. არამედ სიდონი. გესმით? არის იგივე ცისკრის ვარსკვლავი და ამ ინფორმაციის ფლობელს, რა თქმა უნდა, თავისთავად უნდა ჰქონდეს ამ ინფორმაციის თვალები, მატარებელი თვალები. იმიტომ ადამიანები, სხვათა შორის, ჩვენ რომ რაღაცა მითოლოგიებად და იმათ მიგვაჩნია სისულელეთ, ამბობენ, რომ ერთადერთი გასაღები, რომელსაც გახსნის, ესე იგი, უბრალოდ საფლავს, რომელსაც გახსნის თამარის საფლავს, ისევე გახსნის თამარის თვალები და ეს არ არის არც სისულელე, არც მითი, არც მოგონილი, ეს არის აბსოლუტურად ჭეშმარიტება. თუ არ გაქვს თვალი, თამარის თვალი, ვერ გაიგებ, რას ნიშნავს ქოროსის თვალი. ვერ გაიგებ. თუ არ გაქვს შენ თამარის თვალი და გუშინ ვისაუბრე სხვათა შორის თვალზე, რა მნიშვნელობის და დატვირთვის არიან თვალები. თუ როგორ არის თვალის სულის სარკე. და რაც არ უნდა ვიყვიროთ და მოვინდომოთ ამ თვალის ამოჭრა, როგორც კი შენ ამ ადამიანს თვალს ამოაჭრი, მაშინვე გაქვს მხოლოდ მისი მატერია ხელში და არა აზრი. აზრობრივად ეს თვალი რამ შექმნა, რა გონმა შექმნა, გესმით? თვალი წარმოიშობა გონის მიხედვით, სულიერი გამოცდილების მიხედვით. თვალის ყველა ნაკვთი, ფერი, ცვალებადია და წარმოიშობა სწორედ იმის მიხედვით, რა მიხედვითაც სული თავისი ცოდნით მოდის დედამიწაზე და მატერიალიზდება. შენ თუ მოინდომე ვიღაცის თვალის ამოთხრა, ეს არანაირ ინფორმაციას არ მოგცემს. ხელში გექნება მხოლოდ თვალი, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს. მაგრამ როდესაც არის თვალზე საუბარი, აქ არის გონზე საუბარი, რა გონმაც ეს თვალი შექმნა. და შენ მისი უკან უნდა გინდოდეს გახედვა და ამ ადამიანის თვალებში ჩახედვის შემდეგ მისი აზრების წაკითხვა და არა ის, რომ მისი თვალი გეკუთვნოდეს შენ და კონდეს ხელში გეჭიროს ბრელოკის სახით. ხო რა ისა ხო იყო ადრე ხელებს აჭრიდნენ ფეხებს და დაჰქონდათ საამაყოთ, ხო? იკიდებდნენ კისერზე, ხან ხელზე, ხან ფეხზე, რა ვიცი, სადაღარ იკიდებდნენ, ზოგი თავზე იდებდა და ეს მაგათი სიმბოლო იყო. მოკლედ ერთი სიტყვით, მეგობრებო, თუ კითხვები გაქვთ მითხარით, მე მგონი დავიღალე ახლა ამ თემაზე საუბრით. კითხვებში უფრო უკეთესად გაგარკვევთ მე თქვენ, იმიტომ რომ ეხლა მე ეს ინფორმაციები რაც ვიცი, ეს ჩემი თავისთვის ადვილი გასაგებია, გესმით? მაგრამ თქვენთვის შეიძლება ძნელი გასაგები იყოს, ამიტომ კითხვები უნდა დასვათ, რომ მე გამიადვილდეს თქვენამდე ჩემი ინფორმაციის მოტანა. თორე მე ახლა იმდენი რაღაცა ვიცი თავში, რომ გონია რომ თქვენც იცით, შეიძლება ის ინფორმაცია თქვენ არ იცოდეთ და სწორედ ამ ინფორმაციამ შეგიშალოთ, ამ ინფორმაციის ნაკლობამ შეგიშალოთ ხელი იმაში, რომ თქვენ გაიგოთ რას ვლაპარაკობ. ამიტომ ეს ინფორმაცია უნდა შეივსოთ, რომ თქვენ ზუსტად გესმოდეთ ის, რასაც მე ვლაპარაკობ ახლა. და ამიტომ გითხარით, მე და ნარიმანს შორის არის კავშირი და ეს ესმის მხოლოდ იმას, ვისაც ახლა ეს ესმის, რაც მე მოვყევი. თუ ადამიანმა ვერ გაიგო ეს, რაც მე მოვყევი, ხო? მაშინ მას და ნარიმანს შორის ვერ გაებმება კავშირი, ამიტომ ადამიანებს სჭირდებათ მის კარზე მისვლა, იქ დგომა, იქ გონების გახსნა, იქ სანთლების მიღება, იქ ჩანთების ატანა და ასე შემდეგ, ესმით? მაგრამ ადამიანი, რომელიც უკვე ერთ სიხშირეზე დგას, მას უკვე აღარ სჭირდება არსად წასვლა და აღარცად მისვლა, ის უკვე სადაც არის, იქ არის კავშირში მასთან, თავის სიხშირის ადამიანებთან. და მე გეტყვით თქვენ, რომ თუ კი ნარიმანმა მაქარაშვილმა მოითხოვა ნობათი და მასთან მივიდა ნობათი ამ სახით, მაშინ
ნარიმან მაქარაშვილმა როდესაც ეს განცხადება ჩამოიღო ამის მერე, ეს იმას ნიშნავს, რომ ნარიმან მაქარაშვილმა ზუსტად ის იგულისხმა, რაც მიუვიდა. ესე იგი, რა მოხდა ამით? თუ კი ნარიმან მაქარაშვილი მანამდე ცოტა წინ იყო და მანამდე ქონდა გაშიფრული, ის მოითხოვდა თავის სიხშირეზე ასულ ადამიანს, რომელიც მიუტანდა ამ ნობათს, რომელიც მიუტანდა ამ ბანანს. ხო და მივიდა ეს ბანანი და უკვე შეიცნო ადამიანმა ადამიანი და ამიტომაც გაუხარდა ნარიმანს, როდესაც მან თვალებში ჩამხედა. სხვას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მას გაეცინა და გაეღიმა, ეს სიცილი და ღიმილი არის სიხარულის ნიშანი. აქედან გამომდინარე, მე გეტყვით იმას, რომ ერთადერთი რამე, რაც შემიძლია თქვა, ამ ინფორმაციებიდან გამომდინარე, ნარიმანს მე იმიტომ ვუწოდებ ნარიმანს, რომ ის არც მამაა ჩემი და არც შვილია ჩემი, ის არის თვალი თვალწორ ადამიანი ჩემს არსში. აქედან გამომდინარე, მე მას შემიძლია ვუწოდო ნარიმანი და მანაც შეუძლია მიწოდოს თამარი. სხვას მე ვერაფერს ვერ ვეტყვი, ხალხს ნარიმანთან დაკავშირებით, ეხლა დაგემშვიდობებით, გაკოცეთ ბევრი და აბა თქვენ იცით.